წინა სერიაში მართამ და გელამ სახლიდან გაქცევა და დედასთვის სიურპრიზის გაკეთება გადაწყვიტეს. სანამ ყველაფერი ისე წავიდოდა როგორც მათ ჰქონდათ დაგეგმილი, ხან კვადროციკლი გაუფუჭდა, ხან კინაღამ პიკნიკისთვის განკუთვნილი პროდუქტები დაკარგეს. მაგრამ ბოლოს ის სიურპრიზი მაინც შედგა და გელამ და მანანამ დედას გულის მოგება მაინც შეძლეს. სერიის ბოლოს კი გელა ფეხბურთის თამაშის დროს მოჩეხეს და კინაღამ საფეხბურთო კარიერა დაუსრულეს. ახლა კი ერთი ძალიან საინტერესო ფაქტი უნდა გაცნობოთ. როგორც ნახეთ, ჩვენი მაყურებლების 68%-ს არ ყავართ გამოწერილი და ჩვენი მიზანია ეს 68% ჩამოვიყვანოთ 60%-მდე. ამაში დახმარება კი მხოლოდ თითოეულ თქვენგანს შეუძლია. კი, ზუსტად შენ, რომელიც ამ წამს ჩვენ გვიყურებ. მოკლედ, ახლა კარგად მოკალათ დით, ვისაც ჩვენი არხი არ გაქვთ გამოწერილი, გამოიწერეთ და დავიწყოთ. ჩვენ უკვე 150,000-ნი ვართ და მიზანი 200,000-ია. მადლობა თითოეულ თქვენგანს. ხომ იცით, თავარია გჯეროდეს, შეუძლებელი არაფერია. ჩვენი არხის გენერალური სპონსორი TBC ბანკია, ხოლო კონტენტის წარმგენი ორინაბიჯი. დღევანდელი სერია ძალიან საინტერესო იქნება, ვინაიდან ამ სერიაში იხილავთ ყველასთვის საყვარე ლამარა ექიმს და გამოჩნდება ახალი პერსონაჟი სახელად მარიკო. გელა მარიკოს გაიცნობს და მასთან ერთად ამოხსნის ისეთ საიდუმლოს, რომელზეც მარიკო 1 წელია ფიქრობს. ამ თავგადასავლის მანძილზე გელა, მარიკო და ნიკოლოზი ეცდებიან იპონოს სურამის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე დამარხული განძი. ამ სერიაში გაიგებთ იპონიან თუ არა განძის მაძიებლები განძს. აი რა დროს ფეხის ტკინა იყო. გარეთ ვერ უნდა გავიდე დღეს მთელი დღე, ცოტა ნელა ითამაში ხო შენი. და ორი კვერცი ლამარას რა შოვა. ახრა ფოტოები გამოუდია გოგონას. მინდა და მარტა მირეკავს. რა უნდა ამ ქალს აქ ვისტოშიც რო არ დაგასვენებს რა, მათ დიჩვებულებას. დამართა. როგორ ხარ? კარგად, სიხარულო. შენ როგორ ხარ? ხო, აი მეც კარგად ვარ ახლა ვისვენებ და შენ სურამის ხო არ ხარ? სურამში ვარ კი, ჩემ და თუჩიას ვასვენებ, ამოვედით 3 დღის უკან და ვიქნებით 1-3 კვირა ალბათ. კითხა არ აქცვენებ? რა ვინაღნიობა სკოლა დაკეტილია 3 თვედან სექტემბრამდე ესე ბავშვი ითვეც ხო? ხო, კაია. ის ლამარას ელაპარაკება? უიტიც. ის ქალი ყველგან რანაირად გავირხვდი. გელამ ფეხი იღრძო. მოტეხილი არა აქვს უბრალოდ იღრძო, აი ფეხბურთს თამაშობდა რა და წაიქცა. უი დედა რა სიძახიო, ხო, რანაირი რა სკოლაში არ იყო, ეხა ზაფხულშიც დაიმატა ეს ფეხის ტკენება და რაღაც. ხო, ვერ გამოხვიდოდი რომ გენახა მაინც რომ რამე ხო არ ჭირს ისეთი. მოვალ, კაი მახსოვს თქვენ სადაც ისვენებდით. მან ხართ ისე ალბათ. ხო. დაგირეკავ ცოტა რომ მოუახლოვდე. კაი, მაშინ მიდი და დაგელოდები. დავაი. აი. დავე დროებით. დამიმატეს საქმე რა ის გელა გვრიტიშვილი მოკლედ იქ არ მეყოფოდა სკოლაში ახლა აქ სურამშიც მოუარი მიხედე მოკლედ ეს ბავშვები რა სურამშიც მომწდნენ არ მაცალე შვებულება გელა ოდედო ლამარა მოვა ცოტა ხანში და გაგსინჯავს კარგი არ მტკივა ეგრე ძალიან რაც მინდა ახლა ლამარა რო არ მოგეყვანა მონიეს ქუჩა იყო თუ სწორად მახსოვს ერთი დაუგრიეკა რაც მინდოდა ლამარა ეგრე ძალიან მტკივა ხო შემოწმოს ახრობოთ ხო აი მირეკავს მარტა მე მგონი მოვედი გოგო ხო აი შენ ქუჩა აი მაღაზია რო იყო ხო მაგ მაღაზიის გვერდზეა რა კი სწორად ხარ მაღაზიასთან ხო კი აი მაღაზიასთან ვარ ჩათვალი მიდი გამოვხედე ავიდეთ ხო გამოვალ ეხლავე გადმოგხედავ მეიცა კაი დავაი გადავხედავ ლამარას და მოვალთ მიდი ხო ლამარა მოგაგენი მოკლედ სწორად მოვედი მხსოვებია რა ვახარ რავი კარგად რა ჭირს შენდი საკ ხარ შიგნით ფეხბურთს თამაშობდა და მოიჩეხა ესე იგი მოიჩეხა ყიური მოკლედ ყიური პატარა უნავარი ხო და აი ხა ფეხით ყევა იღრძო ეთყობა რა და აი მინდა რომ შეხედო მაინც შევხედავ და შენ მაქამდე ყავა გამიკეთი გეხიწები მოვასწარი დალივა და მე აქ ხარ ხო კაი შევხედავ მე მაქამდე იყავი ხო და არაფერი არ გჭირს ხა სანერვიულო არაფერია გელა მიხედავი ხა ამ ფეხს ფეხბურთის თამაში არ გინდა სირბილები არ გინდა ტყეში და ასე შემდეგ შენ როგორც იცი ონაბრობა და ცოტა ხანი ხა ერთი კვირა რაღაცნაირად იყავი წამოწვევილი აგერ ეზოგაკ შენიერი გახვალ გაისეირნებ გარეთაც შეგიძლია ნელინაბიჯითია უბრალოდ ფეხბურთი არ ითამაშო თორე მე საერთოდ თელი ზაფხული შეიძლება ჩაგივარდეს და სექტემბერში უკან გუნჩიც ვეღარ დაბრუნდე და ეხ გინდა ანუ გარეთ ვერ გავალ ვერ ითამაშე ფეხბურთს აუ კარგით რა ლამარა იქ ხო იცით რომ ფეხბურთი ჩემი ცხოვრება ვიცი რომ შენი ცხოვრება ფეხბურთი მაგრამ რა გავაკეთოთ აბა არ გამოდის ხო ხედავი ხა გერბინა ნელა და არ მოგივიდოდა ეს ამბავი და ითამაშებდი ფეხბურთს და მე რა შუაში ვარ გიგი მომჩეხა და მაგიტოვა რამ დღეში რა ხო ხა იმან მოგჩეხა ხა მესა დავიწყო მყوان მართლის ის კაცო მარტამ და მინეკა ბავშვი გასინჯეო და ხა გიგი მოგჩეხა თუ ვინ მოგჩეხა ხა მე რა ვქნა გიგისთან მირი და რატომ მოგჩეხაო ესე თქვა აუ და ხა დედას უნდა უთხრათ რომ სახში ვიყო სულ ხო გეუნები ეზოში გახვალ ტყეშიც ახვალო ნელა ივლი არ ირბენ ფეხბურთს ეღონ ვერ ითამაში ხა აუ დედას არ უთხრათ სუსახში იყოსო რა არ ვიტყვი რომ სუსახში იყო ნუ ღელავ შენ მაგაზე კაი მიდი აბა გელა კოკაკოცი
და მიხედე თავს, მიხედე მოუფრთხილი. მადლობა. ანა გილოცავ შენ ხარ პირველი ტოპ კომენტარის გამარჯვებული. რა ჭირს ამარგუროაგილი? გოგო, კარგადაა. ოდნავ აქ ფეხი ნაღწევდი რა და ეხა დიდად ტყეში სარბენად და ფეხბურთი სათამაშო ხარ წები არ გაუშვათ. შეგიძლია გაასეირნო. უბრალოდ დაუმუშავე ხოლმე საღამოობით დაუმუშავე ფეხი. მეტი არაფერი რა. სასწაული კოფეა მარტო. რა შვები ისე შენ როგორ ისე მამა მომიყევი. რა ვიებაი ჩამოვედი ჩვენც. სად არის ის ონავარი მანანა? ხაშურში ეგ მეგობართან. ნინთების კლასელთან ხო არა? რომელთან? თეკლასთან. ნუ მატოს ხაშურში აქვს სახი. გოგო და მე ვაპირებ ხომ მაღაზიაში გავლოს. ხო, მეც ვარ ახლა გასასვლელი ორნაბიჩი პიკნიკი რო გამიკეთეს ბავშვებმა. მეც მინდა ვიყიდე რაღაცები. ხო, და გელავეყვანე ბავშვები და იქ ცოტა ხანი დავჭდეთ დავუსვენეთ. ორნაბიჩი მიდიხარ შენც? ხო, წამოერთად გავიდეთ. გავიდეთ კი. ტელეფონით მომბეზდა რა და ეს გოგო კიდე სად წავიდა დამტოვა ფეხნატკენი მარტო. ეხა ვისვე თამაშო რა ვაკეთო? სად გავიდე? გავალეზოში ცოტა. ვაი. მიდი ეკეთს მაინც ჩაუვიწყო. მანანა რა შენ კი ერთობი ეხა მშვენივრად შენ მეგობართან ერთად და მე რა ვქნა აქ ფეხნატკენი არავინ რო არ დამჩამ. რა მისნიავო რა მიყვარს რა აქ მყავს დაძდილი ჩემი ბავშვები ხო აქ დავზარდი ეკნა გავზარდი ლაშუკა აქ გავზარდი დავზარდეს უკვე არც ერთს ფილტრების ანთება ერთი წამით ესეთ ლამაზ ტყეში ესეთ კარგ ჰაერზე ფილტრების ანთება გაციება გრიპი ამ ჩემებს არ ხდება ერთხელ დათუნა გამიცივდა ის ენტერო იყო შემოსული მაშინ ისეთი დამპალი ვირუსი იყო მარტო რა ვიცი ხირა ფიკი რა სკუპინდა ვიღაც ჩამოსულა თან გონი ჩემხელა უნდა გავიცნო რა აბა მანანა აქ არა ვერავის ვერ მეგობრები და ამას მაინც ვერ მეგობრები მაგრამ ცხენია ეხა ესე მივიდე და რა ქვია უნდა ვკითხო უცის კითხულობს მე მგონი ათოსანია სალომესა ვიცი რა მაგრამ ცხენია როგორ გავიცნო აი იყო პარკია საქანელა ეხა ეს მიგდებული როა განა იქ კატაობდით იქ გემებზე ვკატაობდით აღარა ახლა აგერ ნახე ნაგვად აქციეს აგერ და ოლიკო ყიდდა ყველაფერს საერთოდ სემიჩკებს ფიჭვის მტვერს ოხ რა კარგი იყო სურამი ადრე უფრო კაი იყო მარტო შენი ხახალი დაწებული გაქაქ ბავშვების ჩამოყანა ეთქობა არის მე გაგაციცნობიერებ უფრო კარგი გუნერიტი პარა უნდა გავიცნო რა ვინმე სხვა უნდა ვერ მეგობრო რა ვაკეთო ტყეშიც ვერ ავდივარ ბიჭი ჩემზე დიდია. გამარჯობა. გამარჯობა. მე გელამქია. მარიკო რა საკეთებ? წიგს კითხულობ? ხო, მოიძაჭეთ. მართლა? ხო, აი მოსწონთ ახლა ბავშვებსაც. მოიწონებთ კანის. ხო. წამოა ერკენის წყალი დავლიოთ, კაია ძალიან. დავაი. ესეთი გემზე. წამომარტა დავლიოთ. უხ ნატურალური. ძალიან კაი ეს ყოველ დღე უნდა მე ვიღებ ხოლმე აქ ხო იცი ცხლებს ბოთლები და? ხო. მიმაქ სახში. შენ აქ ისვენებ ხოლმე? ისო. ჩვენ ჩამოვედით ერთი კვირის წინ დაახლოებით და იქ ცხოვრობდნენ. ჩემი დაც აქ იყო და მე წავიდა ხაშურში და მართლა. შენ რამდენი წლის ხარ? მე 16-ის შენ? მე 14-ის ხდები. რომელ კლასში? მე 11-ში გადავედი. მართლა? შენ დიდი ყოფილი ხარ. მე მერვე კლასში გადავედი. გოგო ამ ორნაბიჩი ხა მიწეს სიარული ფეხით მე ჩემი თორე იქ თბილისში. მაგ პრაიმი 50 ლარად აპიკებს ვიხდი ყოველ დღე და მოაქვთ უფასოდ ესე ისეთი კაი გაქვს შენ იცი ეგ ამბავი? ვიცი კაცო, ჩვენ რო ვიყავით იქ შობელთა კრებაზე მე არ თქვი, მე როგორ არ მეცდები და შენ თქვი ეგ გოგო კი. ძალიან კაი რაღაცა არის რა. ხო ეკუდე, ხო, რა სამბობ გოგო? დედა, მაგ მე წამლიები შენ ვერ იპოვი შეეშვი მაგას, დედა, ჩემი ბიჭი, მოვდივარ ხო, ახლა მაღაზიაში უნდა შევსულიყავი, მაგრამ მე გავალ, კაი მოვირბენ, ახლა მოვირბ. გოგო, და თუ ჩი აღარ იცუდა და სიცხე მიცავ და უნდა გავიქცე რა. აი მიდი პაკა. შენ სულამში ისვენებ ხოლმე სულ? კი. ამ სახში ქირავთ ხოლმე, ჩვენ ქირავთ ხოლმე და ისე. არა, ბებიაჩემდობა ჩემი სახლია ეს. მართლა ანუ შენი სახლია ეს? აუ, რა მაგარია. ძალიან მიყვარს ბებიაში, ძალიან საყვარელი ქალია. რკინის კარგას მიგიბრაქვს სულამში, მართლა? მოვედი ახლა ორდაბიჩში და ახლა ავარჩევ თუ რა იქნება მართლა ყველაზე კარგი პიკნიკისთვის, რაც მოეწოდებათ ბავშვებს. აი ამ ჩიპს ავიღებ, ძალიან უყვარს ეს გელას და ჯაკერსაც, იმიტომ რომ ორდაბიჩში რომ მოვდივართ, აი ჯაკერი არ აიღო, არ შეუძლიათ ავიტყობოთ ესეც აუცილებლად. ავიღებ ტოსტის ტურს და გავაკეთებ სენდვიჩებს. წვენებსაც ავიღებ, რომ რამე დასალევიც გქონდეს.
სალიამი, აი ძალიან გემრიელია და ძალიან უხდება სენდვიჩებს. და ავიღებ ბნარ ყუგელს აუცილებლად. ავიღებ კეჩუპს და მაიონეზს, იმიტომ რომ ესეთ სენდვიჩებს ძალიან უხდება. აბა შენ თუ აქ ცხოვრობ, შენ უფრო უნდა გეცოდინოს რაღაცეები სურამზე და. ვიცი ყველაფერი. მართლა? ჯამის კარტო. ას რის რა გარდა? საიდუმლო შენახვა შეგიძლია? საიდუმლო ისა? არავის რო არაფერი არ უნდა უთხრა? კი, ეგ არის. კი, მაშინ ვიცი, როგორ არ ვიცი, საიდუმლო შენახვა. კი, შევინახავ რა. რაღაც ისე ამბობ, რომ არ მგონია. აუ არა გთხოვ მითხარი, მართლა თუ გინდა დავიფიცები, რომ არავის არ ვიტყვი. მართლა შემიძლია, ჩემი მეგობრები სულ მეუნებიან ხოლმე სკოლაში და არასდროს არავინ არ დამიბეზღებია, ოღონდ მართლა. ისეთი რაღაცეები აქვს ჩემი მეგობრების კეთებული და არასდროს არავის არაფერი არ მithქვენს, როცა სხვებს ყოველთვის ჩაშვებული ვიყავ. მე ჩამშვები არ ვარ მართლა. ძალიან დიდი საიდუმლოა, რო იცოდე ძალიან. აუ საინტერესოა მითხარი, გთხოვ. რა შეიძლება რომ ავიღო? ამას ავიღებ, ამ ორცხობილებს. აუ მე მგონი ძალიან კარგი პიკნიკი გამოვა და როგორც მაგათმა გავახარეს, მეც ეგრე გავახარებ. ამ 7 days-საც ავიღებ. აი, რაღაც ახალი კიდერია და აი ამებს ავიღებ კიდე. მოეწოდებათ ჩემი აზრით. ავიღებ კიდე თეფშებს, ჩანგლებს და ჭიქებს და მგონი პიკნიკისთვის მზად ვარ და ვნახოთ როგორ მოეწოდებათ. ესეც ასე, კაი, წავედი ახლა გელას დაურეკავ და გავახარებ. არავის არ ეთქვა? არა, დედას ვიცავ რა მართლა არავის არ. აი, მაშინ მოგიყვები. მოკლედ, შარშან წამოსვლის დღეს ჩემს ნივთებს როცა ვალაგებდი, სარდაფში ჩავედი, სადაც ჩემი ძველი ჩანთა მეგულებოდა. იმ ადგილას დამხვდა სხვა ჩანთებით და დათვალიერება დავიწყე. ერთ ჩანთაში რამდენიმე ჩანთა იდო და იმ ჩანთაში ვიპოვე რაღაც დღიური, რომელიც ჩემი ბაბუის აღმოჩნდა და წავიკითხე. როცა დავასრულე ბოლო გვერდზე, ფურცლებს შორის ვიპოვე ჩემი ბაბუის ანდერძი, სადაც ეწერა თუ ის უტოვებდა ქონებას და ასევე ეწერა რაღაც განძის შესახებ, რომელიც სურამის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზეა დამარხული. აუ რა საინტერესოა ნეტა რა არის? შიგნით რა უნდა იყოს, გაქვს წარმოდგენა? ხო და შარშან წამოსვლის დღეს ვიპოვე და მაგის გამო ვერ მოვასწარი, რომ მივსულიყავი და მთელი წელი მაგაზე ვფიქრობ. და რაღაცა რიცხვები ასევე მითითებული. ეგ არის ანდერძი გაქვს? ხო, რომელიც ვერადავერ ამოვხსენი. აი, მარტო ის ვიცი, რომ სურამის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე მარხია განძი, მაგრამ სურამის ციხის მიმდებარე ტერიტორია ხო ძალიან დიდია. ხო, და მაგის რას უნდა ამოხსნას ნიშნავდეს? ვცდილობა, ხო. არ ვიცი. მოდი ChatGPT-ს ვკითხოთ. ხო. მოკლედ, რას უნდა ნიშნავდეს ეს ციფრები? როცა რაღაცას ეძებ. ხო, როცა რაღაცას ეძებ. კოორდინატებია. ანუ ზუსტი ადგილი? ხო, ეს ციფრები Google Map-ში რო ჩავწეროთ, მე მგონი ზუსტად მიგვიყვანს იმ ადგილას, სადაც არის დამარხული. წავედით. დაიცა ერთი წამი ჩავწეროთ ბარემ. ეგ არის სურამის ციხესთან. გამყვები? აბა რას ვიზამ? აუ, ერთი წამი დაიცადე. კიდე ჩემი რეკავს ვილაპარაკებია. ხო გელა. აი გამოდი ახლა აქ ვართ პიკნიკზე უნდა წავიდეთ ტყეში. აუ, კაი. აი მიდი ეზო საგელოდები. აი გამოვა. აუ, მე ჯერ ვერ წამოვალ. აი მე წავა მარტო. აუ, არა, რა მარტო გთხოვ, ჩემ გარეში არ წახვიდე რა. საპიკნიკო დავალ, დედამ უნდა წამიყვანოს ტყეში და ერთ საათში ჩამოვალ ზუსტად და გთხოვ დამელოდე რა. და ერთად ავიდეთ. მთელი წელი ამსვლელოდებოდი ვერ და მე რო არ ყოფილიყავი, საერთოდ ვერ იპოვიდი, იცი? გთხოვ დამელოდე 1 საათი წიგნის კითხვა გააგრძელე. მათე გილოცავ შენმა კომენტარმა გაიმარჯვა. ხო, მან რა მითხრა, განძი წარმოიდგინე. რა არის განძი რა უნდა იყოს? მანანას არ უნდა უთხრა, მაგრამ ამას საიდუმლოდ შეინახეოდა. მაგრამ მანანას როგორ არ უნდა უთხრა? აუ არ ვიცი. ხო, დე მოვდივარ. ფახეს ფეხი და ოიდე. ორები გიყიდია დე. აი რაღაც სასუსტავად. მოდი და გიხმარები გამოგართნე მარ. აუ რა მაგარია და ტყეში უნდა ავიდეთ ხა? ხო. ჩვენ როგორი პიკნიკით გაგიკეთეთ, ეგეთი პიკნიკი უნდა გაგვიკეთო შენ? აუ რა მაგარი. აუდე მე იცი? ერთი გოგო გავიცანი იქ ჩვენ ეზოში იყო და ხო დავინახე მეც ეგ წიგს კითხულობ დღეს. ხო მე თან მანანაც არ არის აქ და ვინმესთან ხო უნდა ვიმეგობრო და მე მეგობრა იცი დავიჯექი მეთქი რა ქვია თქო 16 წელს ყოფილა ჩემზე ცოტა უფროსი ხო და რაღაცებს ვითამაშებთ ხოლმე სანამ მანანა აქ არ იქნება ხო კივა კიდე ფეხი აუ ისე ძალიან არა მაგრამ აი ცოტა კი რა კიდე კაი არ მომტეხა რა იმ ბიჭმა რა ხავდე და ისე ამდენი რაღაცები მარტო მე და შენ ხო არ უნდა ვჭამოთ თან ლედიც არ გვაქვს და მე რო სახში მივიდე და ლედს ავიღებ და ნიკოლოსაც ვეთყვი წამოვიდეს და იმ გოგოსაც ვეთყვი დღეს რო გავიცანი წამოვიდეს და ერთ
ცოტა ჭამოთ მარტო მე და შენ ამდენი რაღაც როგორ უნდა ხო, კაი დაუძახე და აქ დაგელოდები მე და მოდი თქვენ, კარგი? კაი და ჩავალ დაუძახებ და აუ შორტსაც გამოვიცვლი რა ნახე ლაკა ქონია ეხა დავინახე და პლეტს წამოვიღებ. კაი მოვალ 5 წუთში და მე კაი ვიდგენდები. და ვეტყვი იმათაც. სადველოდო ამას წავყომე. სად მიდიხარ? მაღაზიაში. აუ ჩვენ იცი რაზე ამოვედი პიკნიკზე ავდივართ მე და დედა და წამოდი შენ ისედაც რაღაცეები აქ ნაყიდი და ჩვენთან ერთად ვიპიკნიკოთ და მე ვიქავიდეთ იქიდან. კაი. დავიდეთ, კაი, მაშინ შორტები უნდა გამოვიცვალო და მილაქავდა და ნიკოლასაც დავუძახებ და გამოვალ 2 წუთი დამელოდია, კაი? კაი. ნიკოლას ავიდეთ და ვიპიკნიკოთ რაღაცეები რა. ნიკოლას გაიცანი მარიკო? აქ ცხოვრობს ეს ჩვენ სადაც ცხოვრობ, მაგრამ თურმე ბებიამის და ბაბუამის ყოფილა ესა და ჩამოდის ხოლმე ესე დასასვენებლად. ხო და აი ხარი დედა გულოდება და მოხვედით ბავშვებო, შენ წამოხვედ ნიკოლას. გაარჯება ბარიამ. კაი, წავედით აბა ავიდეთ უკვე ბარე. დედა აბა რეები გვიყიდე. აი ახლა გაჩვენებთ. აი ეს ჩიფსი ვიყიდე. აუ, დიყვარს ჩიფსი მარიკო? პური ვიყიდე სენდვიჩებისთვის, ჯაკერის ჩიფსი, როგიყვართ. პეპსი ვიყიდე და სალევი. 7 Days-ი ვიყიდე. აუ, მაგარია. ეს თებშები, ჭიქები და ჩანგლები არის. ესეთი პეპერონი, ესეთი ორცხობილები, რამდენი ეს რაღაცაა? სალიამი, ნარიხველი, აუ, და ეს მარტო მე და შენ უნდა გვეჭამა ამდენი რაღაც. კეჩუპი და მაიონეზი და აი ესეთი ახალი კინდერები ნახეთ. რა მაგარია. მე და შენ გავაკეთეთ ბუტერბროდები. გამო გავაკეთე. აბა რა შვები შენ გიყვარს სკოლა? კი, ძალიან მიყვარს. აია, კარგად სწავლობ? კი. დამჩემშულებს ესე იგი ვერ შევაყვარე სწავლა. რატო დედა გამოცდები რა კარგად ჩავაბარეთ რა სწავლა ვერ შეგვაქვს ხო, მაგრამ ბოლო ახლა 5 დღე არ უმეცადინეობდი გიჯი ხშირად ჩამოდიხართ ხოლმე ისე თქვენ სურამში? კი, ყოველ წელს, იმიტომ რომ ცხოვრობებია ჩემი და ბაბუა ჩემი და ძალიან კაია. ჩამოსვლა. ხო. აი მერე გელასდაც ჩამოვა მანანა და გაიცნობთ ერთმანეთს. კარგი. გავხსენი აუ რა კაი ჰაერია ეს აუ დედა არიცი მარიკოს ბაბუას აქ განძი რო განძი? არა, წიგნის ამბავს ვუყვებოდი, რაც წავიკითხე. ეგ ხო. მასლა კი არ იყო. ო წიგს კითხულობდა მარიკო და იქ განძი იყო სურამის ციხეში ой. და აი წიგნია. აუ რა უკვე უჭამე აუ არ წაბავშვებო, სამსახურიდან დირიკავი და გავალ და მავალ, კარგით? მიდი და გეროდები ის საიდუმლო შენახო შემიძლია? რატო არ შევინახ საიდუმლო ან ძირო ახსნე. ერი ვარ კაი ვერ მიხვდებოდა ხო გამაჩერე კაი დროს გამაჩერე რა ხდება რა განძიო? იგი ხა და უხსენი არ ვიცი მე აღარ არავის არ უთხრა. ხო ელედე. აი კარგად ვარ. ხო, უი მართლა? კაი, აი ავალ ახლა სახში და გავაკეთებ. ხო, კი, კაი, მიდი. აუ მაგრა შევცდი რომ გითხარი რა ხო ნიკოლოზმა ციცი შენც იცი და ყველა მიცის. ვი ყველა მითის მარტო ჩვენ სამოვიდა ნიკოლოზ კიდე ჩემი ძმაკაცია და არავუსარეთქვის და დაგვეხმარება შენ არ თქვი ხო? მე წამომცდა მართლა ძალით არ მინდოდა წელს პატარა ბავშვი ხარ. რა შუაშია მე ძალიანაც დიდი ვარ მე დედას ყველაფერს ვეუნები რა შენ არ ეუნები დედას საიდუმლო არავის არ უნდა უთხრა რა. ხო და დედაზე მიჩვეული ვარ და ეს საიდუმლოებს კი არ ვიბარებ მე კაცო კაი ვსო მარიკო მაპატიე ხა დედა ვერ მიხვდებოდა მართლა და ამის მერე ამაზე ჭკუას ვისწავლი რა მაპატიე ხო და მოგაძებინე მიგაც მე არ გაპოვნე კოორდინატები სადაც ვარ ხა და რომ ნახავთ ამ მოთხრეთი განს კაი მოკლედ განძი უნდა ამოვთხარო. განძი უნდა ამოვთხაროთ განძი ლაპარაკობდნენ ერთის ბავშვებიულე. ბავშვებო, აბა ახლა სამსახურიდან დამირეკეს და წავიდეთ რა სახლში რომ ის უნდა გავაკეთო რაღაც საქმე და უთხარი ახლა დედაშენს რო გამოგიშვას როგორ რა უთხრა ვითომ შენ მეგობართან მივდივარ სადმე და შეიძლება თან შენთან ერთად წესით გამომიშვებს შენ ხო თან ცოტა დიდი ხარ და თან ათესანი აი ვეტყვი ხო აი სახლამდე მივიდეთ და ვეტყვი ცოტა ტექსტი უნდა დავალაგოთ ხდება ხოლმე რომ აკეთებ ხო მოვდივართ დედა მოიცარა აუ დედა ხო მარიკო მითხრა რომ თავის მეგობართან მიდის აქ ცხოვრობს თავის მეგობარი და თამაშები უნდა ითამაშონ და წავალ რა მე ხო ვერ წახვალ ხა გვიანი უკვე ღამდება ხო იცი რომ აუ კაი ხო რა ხარში ვერ წხდება წათი ხო მაშინ მოდი სადამ დაბრუნდება ხო აბრას ხამდე მოვალ ხო და ნიკოლოზის წამოვა რა ჩვენთან წახვალ შენ კაი წავალ და მოვალ ხო დაბრუნებამდე მოდი და რომ დაგირეკავთ აიღეთ ისოდეთ არა ხო ჯერ ადრია ისეც მალე მოვალ აჰა ეს შეიტანი აი მიდი კარგად ლიკა გილოცავ შენმა კომენტარმა გაიმარჯვა მიდი ეს სწორად მივდივართ ის გზები საერთოდ არ მახსოვს მაგრამ Google Map-ით წესით აუა ნაირი ხიდი ნელა არ ჩავარდეთ ჩვენ ვართ განძის მაძიებლები ესე გამოდის ხო რა არის
რა ვერ მივედით სალო. მოდი ვართ განძის მაძიებლები. ცოტაც. მივართ მალე. საშიში ხო არა? არ არის საშიში. აიცი რო არ არის საშიში. მეშინია? არა, რა მეშინია, ასე სულ. არა, მე არაფერს არ მეშინია. ნახე, სურამის ციხე აწერია. მოვედით, რა მაგარია, ნიკოლოზ, მოვედით, ნახე, იქ აწერია სურამის ციხე. ნახოთ რუკაზე რუკა, როდი აბა რუკა ვნახოთ. ჩვენ ვართ აქ, ხაშური არ გვინდა, ჩვენ გვინდა. სადღაც აი აქ უნდა იყოს. სურამის ციხე სად არის? აქ არის. სურამი? Forest ხო, ტყეა. არა? Fortress. რა არის? რატო დამცი? ციხეა. ეს არის ანუ ციხე და მე რო არ ვიცი უნდა დამცინო, ეგ არ შეიძლება, რატო დამცინე? ძალიან სასაცილო ხარ. მოკლედ, კაი, აი აქ იქნება. კაი, ჩვენ თუ აქ ვართ, მაშინ უნდა ვიაროთ იქით, ხო? კაი, და ნუ ხარ მტირალა, წავედით. აუ, ტირალა აღარ მითხრა აი, მეორე. შეგეშინდეს. აი, ეს აღმართი უნდა იყოს რა. ეს აღმართია. აღმართია. ერთი აღმართის დაგჭა და მივედით სათვალე. მიღალე რა. Google Map-ი გადავამოწ. 300 მეტრს მიჩვენებს. კი. აუ, იმედია ბევრი ხალხი არ იქნება რა. აი, გამოჩნდა ციხე. და აი ჩვენც აქ ვართ. მოვადექით სურამის ციხეს და იმედია განძის პოვნას მარტივად შევძლებთ. სიმართლე გითხრათ, საქმეზე რომ მიდგა ცოტა დავიძაბე, მაგრამ რა თქმა უნდა არ უნდა შევიმშნიო და საქმე ბოლომდე მივიყვანო. აუ, რა მსხელა და რა მაგარია და აქ უნდა იყოს სადღაც, ხო? მიდი ნიკოლოზ, მიდი ცოტაც დაგვრჩა უკვე, ამოვედით, რა მაგარია. წავიდა. მოვედით? აუ, რა მაგარია. აქ უნდა იყოს სადღაც, ხო იცი? მარიამით რომ მოვა გავიყოთ და სამივე ცალ-ცალკე მოვზებნოთ. აუ, ნახე, რა მაგარი ხედია, მთელი სურამი ჩანს. ვა, კი არასდროს არ ყოფილვარ. ნიკოლოზ, მიდი მად ნახე იქნებ რამე იყოს. არის რამე? აუ, აი ბოლოში ამოვედით და სად უნდა ვეძებო წესურად არ ვიცი და. არი ჭერს გუგუმეფი. ხო და მე მგონი ეს ჩვენ ვართ ციხის თავში ძალიან და ცოტა ქვემოთ ხო არ იქნება. აუ, ნიკოლოზმა თქვა წეღან რომ მარიამის რომ მოვაურო ჩამოქუჩი, მაგ დროს სამივე დავიყოთ და ცალ-ცალკე ვეძებოთ და მგონი ეკა იდეაა რა. კაი, მოდი მე იქით წავალ. მე აქ წავალ. სად შეიძლება იყოს და ხო არა სადმე რა ისე რამე მინიშნება მაინც იყოს ესე რანაირად უნდა ვიპოვო არ ვიცი სად იქნება ანიტა რუკაც ყოფილიყო იქ რამე მინიშნება იქნება უეჭველი რანაირად უნდა ვიპოვოთ ამ ხელა ციხეზე სად არის განძირა ხო არა უნდა შევწვრე არა არის მინიშნება მაინც ყოფილიყო აუ სად ესე რანაირად შეიძლება რო ვიპოვოთ რამე მინიშნება როგორ არ სად არა ესე ძალიან რთულია და იქ ზემოთ საერთოდ არ ამგონია რომ იყოს სადაც ქვემოთ არა ესე მგონია რა არა, სადღაც ქვემოთ არა, იქ ზემოთ ხელად შუა ციხეში არავინ არ დადებდა განძს და გონია რომ სადღაც აი აქ უნდა იყოს რა. ხო არ არის. არც აქ არ არის რა. გუნდა ვნახო ქვებშია. Google Map-მა დაიჭირა. აქა ძალიან ახლოს 3 მეტრში. ვიცი რა, გონი ეს ადგილია. არა, ზუსტად ეს ადგილია რა. ეს რამხელა ქვა, უეჭველი ამის უკვე. არა, ძალიან ძიმია, ვერ, არა, გარწმუნებული ვარ რომ ამ ქვის ქვემოთ. მარიკო, ნიკოლოზ! ხო! მოდით გონი ვიპოვე ქვემოთაა ზემოთ ყუილადეძე. მალე. წამო. მოდით, გოგო, მალე ვიპოვე მგონი. მოკლედ მისმინეთ. ქვემოთ დაიჭირა Google Map-მა. კოორდინატება მომიყვა ეს, ნახე. წითელი მასე და ზუსტად აქ ვარ. აი ამ ქვის ქვემოთაა რა, დარწმუნებული ვარ და ეს ქვა უნდა გადმოვაგოროთ. უბრალოდ ძალიან ძიმია და მე ვერ მოვერია და სამივე ერთად უნდა შევძლოთ რა, ნიკოლოზ. განძის მაძიებლები. მიდი. რა მოხდა? ეს რა არის? მალე სახში. რა მოხდა? რა ხდება?